29 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა ბორჯომში. 71 წლის შემდეგ მემორიალთან სამამულო ომის ვეტერანები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ომის პერიოდი გაიხსენეს. ამბობენ, რომ გამარჯვება რთული და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს. მამაჩემი ბარბახაძე ალექსი ივანეზე ბრძოლობდა ნესტორ ალექსიძე კალანდარაშვილის ატრიადში. ლენინთან. იმან გამომგზავნა ჯარში. წადის სამშობლოზე იცავიოდა. სადი ბრძოდი თქვენ? მესამე და მეორე ბელორუსის ფრონტზე, უკრაინაში. ავიღეთ ვიშხაუზენ, შტალუპინენ, დანციგ, ფრიდლანდ, ლაუთ, სევერნი-ზაპადნი, კენისბერგი, ლაიფციგი, რაიხსტაგი, ბერლინი. დავამთავრეთ ბოლო. 17 წლისა მომიყვანეთ იქ იყო კომისარიატი 17 წლისა დამახურეს პილოტკა სამხედრო 50 წელი საავადმყოფოში მუშაობდი. არაფერი დახმარება მიარამა. მეგობრები ლაპარაკობდნენ მე უკვე დიდი ვიყავი სკოლის მოწაფე რომ ვისმენდი. ბრძანება გასცა სტალინმა არც ერთი ნაბიჯი უკან. და თუ ვინმე დაიჭრებოდა ბრძოლის ველზე, გირჩევნიათ რომ ტყვედ არ ჩავარდეთ და ბრძოლის ველზე ვიჩვიდობა მოგდავა. 4 წელი ბრძოლაში ვიყავი. იმდენი ძმები დავტოვეთ და იმდენი მშობლები დავტოვეთ, რომ მეტი არ შეიძლება რა. რო გავიხსენე ხომ ახლაც მეტირება საერთოდ რა. შემოვარდე ისინი არ არიან. სიკეთე კონდეს და მშვიდობა კონდეს და სიხარული მეტი არაფერი არ გვინდა. 1941-45 წლები ყველაზე მძიმე პერიოდია ქვეყნის ისტორიაში. სამამულო ომში 700,000 ქართველი იბრძოდა, მათი ნაწილი ომს შეეწირა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეისათვის 23 ვეტერანი ცხოვრობს. დღეს მემორიალთან მოსვლა 1000-მდე მებრძოლმა შეძლო. მათთან ერთად იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და რიგითი ბორჯომელები. გამარჯვებაა და დღეს ჩვენ ხალისობთ, ცხოვრობთ, ცოცხლობთ და ვარსებობთ და მრავლდებით. ყველა ვეტერანს ულოცავ 9 მაისს მთელ ბორჯომს, მთელ საქართველოს და უსურებ წინსვლას. მე მინდა ყველა ბორჯომელს, ვეტერანებს განსაკუთრებით, სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, მარტო ქართველებს არა, მიულოცო დღევანდელი დღე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რადგან ამ დღე მოიტანა ის, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ. შეიძლება და სხვანაირად წარმართულიყო ეს ქვეყანა, ცხოვრება უბრალოდ. მე მინდა ვეტერანებს უსურო დიდხან სიცოცხლე, მინდა რომ ძალიან ცოტანი დათხენ. წლით-წლე ძალიან ცოტავდებიან და ეს ძალიან გულსატკენია. თვითონ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორ გავატარებთ დარჩენ ცხოვრებას. ძალიან ცოტანი არიან. ვალდებულები ვართ მოვეფეროთ, გაულამაზოთ ყველა დღე. არ შემიძლია რომ არ მიმართო იმ ხალხს, ვისაც ეს დღესასწაული ვინმეს ახირება გონია. მე შემირცხვენია ის ადამიანი, ვინც ამ დღესასწაულს არ აღნიშნავს და არ მიაქვს პატივს ამ წასული მილების ხსოვნას. ვეტერანები არიან სოციალურ პროგრამაში შესულები და გარკვეული დახმარებები მათ ყოველთვიურად მიეცემათ. გარდა ამისა, მაისობის დღესასწაულის 200 ლარის ოდენობით მათ გადაეცემათ ერთზეადი ფულადი ჯილდო და ასევე მთავრობის განკარგულებით სახელმწიფო მათ ეხმარება ვეტერანებს 600 ლარით, ხოლო მარჩენად დაკარგულებს 300 ლარით. მემორიალის შემდეგ სამამულო ომის ვეტერანებმა ძმათა სასაფლაოზე გადაინაცვლეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.